ერთხელ ყველას მოგესალმებით, უფალმა გაკურთხოთ, რომ იყოთ ღმერთის კურთხეული ხელის ქვეშ, ნელი ლაპარაკში, განსაკუთრებით მსახურების დროს და ძალიან სწრაფი მოსმენაში. ამენ? ხო, გვინდა აღოსრულოთ ღმერთის სიტყვა. ჰალელუია. მე უკვე ალბათ სამი კვირა ესე ვთქვათ, ესეთ სერიალში ვარ ძვირფასებო, ვქადაგებ იესოზე, იმიტომ რომ მინდა რომ იესოზე უფრო მეტი იესოზე ვილაპარაკო. გიყვარს იესო? ჰალელუია. პირველად, რამოდენიმე კვირის წინ ვიქადაგე რომ იესო არის გზა. შემდეგ მომდევნო კვირას ვილაპარაკე რომ იესო კარებია. წინა კვირას ვილაპარაკე რომ იესო ჭეშმარიტებაა და კიდევ ბევრი გაგრძელება აქვს ამას, იმიტომ რომ იესომ თქვა ბევრ რამეზე რომ მე ესავარო და ასე შემდეგ რომ ჩვენთვის უფრო ადვილი გასაგები და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. და დღესაც ფაქტიურად შეიძლება გავაგრძელოთ ეს სერია, მაგრამ რადგანაც ზიარება არის, უფრო ზიარებაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება ძვირფასებო და აი ამ საკითხს აუცილებლად დაუბრუნდები. დღეს უფლისერობაზე ვილაპარაკებ მეგობრებო, ამიტომ მინდა რომ ცოტათი კიდევ უფრო ღრმად ჩავიდეთ და კიდევ უფრო გავიგოთ თუ რას გულისხმობს უფალი, იმიტომ რომ ვიცით ხო, რომ როგორც ჭა უფალი ამოუწურავია. ამიტომ სულ უფრო და უფრო უნდა ვსწავლობდეთ. ზიარება არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მეგობრებო ქრისტიანისთვის და იცით ალბათ რომ არსებობს რამოდენიმე მიმდინარეობა, უпростоრად სამი ძირითადი კათოლიკეები ყოვლის მომცველს ნიშნავს არის პროტესტანტები, იმიტომ კათოლიკები ყველაზე მრავალრიცხოვანია, მილიარდზე მეტი არიან კათოლიკეები ძვირფასებო მთელ მსოფლიოში. ჩვენთან იმდენად ბევრი არ არიან. მეორე ადგილი უჭირავს მსოფლიოში პროტესტანტებს, ისინი თითქმის მილიარდს არიან მიღწეული და მართლმადიდებლები ცოტანი არიან. ყველანი აკურთხოს უფალმა, ყველასთვის ამ სამივესთვის, მეგობრებო, არის უმნიშვნელოვანესი, ესე ვთქვათ, დღესასწაულიც თუნდაც მსახურება, რიტუალი, ზიარება. ჩვენთვისაც მას განსაკუთრებული ადგილი უკავია, იმიტომ რომ ზიარება ეს არის იმ ატრიბუტებით, რომელიც უცხოარი იყო იმ ხალხისთვის. მოდით აბა წავიდეთ წინ, ნახოთ. ზიარება ეს არის ურყევი და შეუცვლელი ტრადიცია ძვირფასებო. ამენ. მას მუდმივად აღნიშნავდნენ და იესომ გვითხრა რომ აღნიშნეთო ის და მუდმივად აკეთებდეთ ამას. მოდით ნახოთ. და ვიყოთ უბრალოდ ორიენტირებული, რომ ბიბლია გვეუბნება რომ ზიარება არის უნდა იყოს ჩვენთვის განუყოფელი ნაწილი მეგობრებო. არის ეგრე. გიყვარს ზიარება და საერთოდ ზიარების დღე. იმიტომ რომ ძალიან ბევრს გონია რომ ზიარებას თუ მიიღებს, ანუ ამ პურს და ღვინოს კურთხეულს, ესე იგი, რაღაც ცოდვები ეპატიება. ეს არ არის ცოდვების მიტევების, ესე ვთქვათ, საწინდარი ან ინსტრუმენტი. ამენ. ამის გამო არ უნდა იაროს ადამიანმა თუნდაც ეკლესიაში, მოდი დღეს ზიარება და წავიდე. ეს სხვა რამ არის და უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება. ეს უფრო მეტად არის საპასუხისმგებლო გაფრთხილება ძვირფასებო ჩვენთვის. ჩვენ სერობის მეშვეობით უფალი, ესე ვთქვათ, სწორ გზაზე გვაყენებს და ამისათვის უნდა მივატოვოთ ყოველი არასწორი გზა. ძველი აღთქმა არის აგებული დაწერილი სიტყვის საფუძველზე. იცით ხო, ღმერთმა მისცა სიტყვა. პრინციპები თუ როგორ ეცხოვრათ. ხოლო ახალი აღთქმა არის უკვე ცოცხალი სიტყვის საფუძველზე აგებული. ჩვენ გვაქვს კავშირი, ხელმისაწვდომია ჩვენთვის ცოცხალი სიტყვა ძვირფასებო. ბიბლია ცოცხალი სიტყვა. ეს არ არის უბრალოდ რაღაც ლიტერატურული ხელნაწერი, მანუსკრიპტი. ეს არ არის რაღაც, თქვათ, ცნება ესეთი აბსტრაქტული. ეს არის ცოცხალი ღმერთის, ცოცხალი სიტყვა, რომელიც
მუდმივად ცოცხლობს. თუ ის არის შენში, მაშინ ის ცოცხალი იქნება და შენაც გაცოცხლებს. და მოგცემს იმას, რისთვისაც არის გამოგზავნილი. ხო, უფალმა რო თქვა, როგორც წვიმა, რომელიც მოდის, შუა გზაზე არ ჩერდება. ზოგჯერ არის ხო, სადღაც მიდიხარ და გააჩერე ეუბნები ვინმეს. რაღაც დამავიწყდა, რაღაც დამრჩა, ან რაღაც შემეშალა. ღმერთის გამოგზავნილი ის წვიმას ადარებს, რომ ჩვენთვის გასაგები იყოს, იმიტომ არასოდეს არავის არ უნახია წამოსული წვიმა, უცებ ძალიან დიდი ზეციური მუხრუჭის ხმა. ძალიან სწრაფად მიმოვალი მანქანა რო ამუხრუჭებს ხო ისმის ხმა. და წარმოიდგინეთ ზეციდან მუხრუჭის ხმა შეჩერდა და ამუხრუჭა წვიმა. გადაიფიქრა, მისვლა ბოლომდე და უკან მიბრუნდა. ჩართო თავისი ციმციმები და მიდის უკან. ან უკანასვლაში ჩააგდო. ზადნიში რო ამბობენ. გინახიათ ესე? წვიმა წამოსული მიდის მისამართამდე. ასევეა ჩემი სიტყვა, რისთვისაც გამოუგზავნე, ის აუცილებლად მიაღწევს მიზანს და შეასრულებს. და თუ რომელიმე სიტყვა შენ ცხოვრებაში არ შესრულდა, ეს სიტყვის ბრალი არ არის. შენ არ გაქვს გახსნილი კარები მისთვის. თუ გახსნი, ის აუცილებლად შეასრულებს რისთვისაც არის წარმოგზავნილი. ამენ. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყო ძვირფასებო. ცოცხალი სიტყვის მისაღებად. ამიტომ ახალი აღთმა არის აგებული სწორედ ამ პრინციპზე. ცოცხალი სიტყვის. ღმერთმა ცოცხალი სიტყვა გვიქადაგა. ამენ. დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ის თავად უფალია ძვირფასებო. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეპყროთ მას. მუდმივად უნდა ვკითხულობდეთ, რომ ის ჩვენში დარჩეს. ესმეთ? დღესასწაულებზე კი არა. სხვადასხვის მე მგონი ემთხვევა ამ წელს ყველა მიმდინარეობის ქრისტიანთათვის ერთი და იგივე დღე იქნება სააღდგომო. ასე უნდა იყოს წესით. ჰალელუია. ალბათ გასწორდება მერე ჩვენი კალენდარიც, იმიტომ რომ ასე იყო ადრეც. ადრე წინა საუკუნეებში მართლმადიდებლები ზუსტად ისე იმ დროს აღნიშნავდნენ გინჩობას და ნებისმიერ დღესასწაულს, როგორც მთელი პროტესტანტული და კათოლიკური სამყარო. მე რაღაცნაირად გამოეყენ, მაგრამ ისევ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ამას იმდენად არც გქონდეს, იმიტომ რომ ამ მნიშვნელობა აქვს. ქრისტე ცოცხალია. ამენ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. არის მის რაღაც. ქრისტე აღსდგა. ჰალელუია. ამენ ის ცოცხალია. უთხარით ყველას ეს. დააბლიეთ ხალხი, რომ თქვას ბიჭო ხო არ გამომრჩა დღეს არის აღდგომადაც. პასკა არ გამიკეთებია დედა. ჰალელუია. კარგით, მაგრამ ვინმეს ცოდვაში არ შეყოთ ახლა ფეხი და არ დააწყებინოთ კვერცხების ღებვა და ასე შემდეგ. კარგით, ძვირფასებო, მოდით თემაში დავბრუნდეთ. კარგად გრძნობთ თავს. ჰალელუია. ხელშეკრულების გაფორმებისთვის აუცილებელი იყო ძვირფასებო პური და ღვინო. ადრე როდესაც თანხმდებოდნენ რაღაცაზე, ორი ან უფრო მეტი პირი. აუცილებლად ის დღეს სხვანაირად ფორმდება ხელშეკრულებები. უნდა იყოს, შენ უნდა გაეცნო წინაპირობას, იქნება მოცემულობა, თუ რა გეკისრება, რა შეგიძლია, რა უნდა გააკეთო, რისი გაკეთება არ შეგიძლია, ხელის მოწერა, თუ ხარ თანახმა და ბეჭედი ადასტურებს ამას. ეს იგივე ხელშეკრულებაა, მაგრამ ადრე სხვა ფორმით იყო ის და მნიშვნელოვანი ატრიბუტი გახდა ძვირფასებო პური და ღვინო. ის ასოცირდებოდა, ესე ვთქვათ, დათანხმებასთან. შენ შეგეძლო გეთქვა დიახ, თანახმა ვარ, ის არ გაძალებდა და არ გაიძულებდა. და ასევე შეგეძლო გეთქვა რომ არა, მე არა ვარ თანახმა. ძალაში შედიოდა შენი დასტურის ან უარის შემდეგ. არ ქონდა მნიშვნელობა შენ მიტყოდი დიახ თუ არა. ის უკვე მოქმედებდა. როგორც დღევანდელ რეალობაში ხელსაწერ ბეჭედი ირთმება და ის უკვე ძალაში შედის. ჰალელუია. პურს ტეხტნენ ძვირფასებო და აძლევდნენ ერთმანეთს
მათ იცოდნენ მაშინაც, რომ ის წარმოადგენდა ერთგვარ პური არსობისა, ხო გაგიგონიათ. და ამბობდნენ, რომ თუ შენ არ გექნება პური და პური ყველაფერი იყო, არსობის რას ნიშნავს? რომ იარსებო მარტო პური არ გეყოფა. ამენ? კარაკიც უნდა წაუსვა, მურაბა, ყველი მიაყოლო, ნუ თაფლი ვიღაცას, არ ვიცი. ტყემალი, ტყემალთანაც გაია პური. ამენ? პური ყველაფერია ძვირფასებო. ხორციც არის, კვერცხიც არის, ზოგი მავნე ნივთიერებაც არის, გასმენთ? ხილია, ბოსტნეულია და ასე შემდეგ, არსობისა ნიშნავს, რაც შენ გჭირდება არსებობისთვის. ამიტომ ეს იმასაც ნიშნავდა, რომ შენ თუ არ გექნება, მე გაგინაწილებ. და შესაბამისად, მე თუ არ მექნება, ასევე შენ. ანუ რაც შენია, ის ჩემი ხდება და რაც ჩემია, ის შენი ხდება. ალბათ ისტორიიდან, ან ისტორიულ ფილმებიდან გახსოვთ ხო, როდესაც ხელშეკრულებას დებდნენ ადრე, ამბობდნენ რომ შენი დედა, ჩემი დედა, შენი ძმა, ჩემი ძმა, ანუ ერთი ვხდებით. გესმით ზუსტად, რომ გაიგონიათ, გისწავლიათ. წაგიკითხიათ. ჰალელუია. კარგით. შემდეგ ღვინის დალევისას ასევე აღიარებდნენ, რომ ჩვენ უკვე ერთი გავხდით. მე უფრო დეტალურად შემდეგ ვილაპარაკებ აღთქმასთან დაკავშირებით სისხლის პრინციპებზე ძვირფასებო. ზოგი ამბობს, რომ აი თუნდაც ამ ჭიქის მიჭახუნებაც იქიდან გადმოვიდა, რომ როდესაც ერთმანეთს ურტყამდნენ ამ ჭიქებს, ხო გადადიოდა წვეთები იქეთ-აქეთ. ამით ადასტურებდნენ, რომ ეს სანდო არის და მოწამლული არ არის. გესმით? ნუ ბევრი რამ არის, ბევრი ნიუანსია, მაგრამ დღეს უფრო მინდა კონკრეტულად აი ამ საკითხზე შევჩერდე. ჰალელუია. ესე იგი, ამით აღიარებდნენ, რომ ვართ ერთმანეთისთვის მზად თავდადებისთვისაც, თუ საჭიროა, სისხლსაც დავუღრე. მაგრამ ნახეთ, მეორე მხარე ქონდა ამ მონეტას. დამრღვევი ამ ხელშეკრულების ისჯებოდა სიკვდილით და იღვრებოდა სისხლი. ამენ? ამიტომ შენ უნდა დაფიქრებულიყავი, იყავი თანახმა თუ არა ამისთვის. და რა საოცრებაა ძვირფასებო, რომ ჩვენ არ მომდარიყავით, იესო ამიტომაც ეცვა ჯვარზე და დაღვარა სისხლი. გესმენთ? აი რას ნიშნავს ეს ყველაფერი? როცა იესომ შეკრიბა მოსწავლეები, ისინი უკვე იყვნენ საქმის ყურში ამ ზიარებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მანაც იმ საღამოს, როგორც წერია, თქვა რომ აიღო პური, აი ასევე იყო იქ ღვინო და პურზე თქვა რომ ეს ჩემი სხეულიაო, თქვენთვის დამტვრეული და ღვინოზე თქვა რომ ეს არის თქვენთვის დაღველი ჩემი სისხლი. ჰალელუია. მათ იცოდნენ რომ იესო აპირებდა ხელშეკრულების შეთანხმებას მასთან, დადებას, შეთავაზებას, რომელსაც უფალმა უწოდა ახალი აღთქმა. აი ამიტომაც ქვია ჩვენი ბიბლიის მეორე ნაწილს ახალი აღთქმა ძვირფასებო. ახალი ხელშეკრულება, გესმით? ახალი შეთანხმება, უფრო გაუმჯობესებული, უფრო ადვილად გასაკეთებელი, უფრო მისაღები შენთვის. უფალმა ყველაფერი გააკეთა ამისათვის. იესომ პური და ღვინო გამოიყენა ბოლოს ერობისას. ამ რიტუალს ევქარისტიო აგაპე უწოდეს. აგაპე იცით რომ სიყვარულია და ეს არის სამადლობელი. ეს არის ღვთაებრივი მადლი. გესმით? მადლმოსილი. ჰალელუია. პურით იესო მიანიშნა რომ როდესაც ჩვენ უფალთან ხელშეკრულებას ვდებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ აწი ჩემი ყველაფერი რაც არისო, იესომ გითხრა იქნება შენი და მე ვფიქრობ, რომ შეიძლება იესოსთან მოზიარე იყო. ამენ? ღირს მგონი რომ დაფიქრდე. დღეს ადამიანები, ნუ დასაწყისში შეიძლება რაღაც ერთობლივად იწყებენ, მაგრამ მე აღარ უნდათ. ამბობენ რომ საერთო არაფერი არ ვარგა. ან ეცდებიან ისეთთან კონდეთ საერთო, ვინ შეძლებულია. ამენ? ნუ მე არა მაქვს და ძალიან ბევრს. ქრისტიანს უმართლებია თავი, რომ იცის, რომ უფალმა გააფრთხილა, ურწმუნოსთან არ შეყო თავი. არ დაიწყო საქმე. მე არა მაქვს, მაგრამ კარგია, კეთილსინდისიერი ადამიანია.
რა ვქნა აბა სხვანაირად ვერაფერს ვერ ვაკეთებ. არა და ჭეშმარიტება გვეუბნება რომ არ გააკეთო და როცა უჯერებ, მერე მოდის პასუხი კურთხევის. გესმით? ეს ნიშნავს უკვე იმას, რომ შენ შენი ძალებით იწყებ რაღაცის კეთებას უფასო. და ფრთხილად უნდა ვიყოთ ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ნახეთ, რა კარგია ხელშეკრულება დადო იმასთან, ვისაც ყველაფერი აქვს. და იესო გეუბნება რომ მე არ მჭირდება არაფერი, მე მაქვს ყველაფერი, მე უზრუნველ გყოფ შენ ყველაფრით. აქვს იესოს ყველაფერი. ჰალელუია. აქვს იესოს ყველაფერი. როგორ ფიქრობ? ბევრი აქვს. ღირს მასთან ხელშეკრულების დადება თანამშრომლობაზე. ჰალელუია. გინდა რაც აქვს იესოს შენი გახდეს? სიტყვა გეუბნება რომ ჩემი შენია. ეს არის აღთქმა ძვირფასებო. გინდა რაც აქვს იესოს მოგცეს. ჰალელუია. ვის უნდა? ნახეთ. რაც შენ გაქვს არის იესოს. რატომ არა გაქვს? იესომ ხო დაგვპირდა. იესომ თქვა, რაც შემია, შენია. სად არის? იესო აჩერებს? შენ აჩერებ რაღაცას. როდესაც შენი გახდება იესოს. და იცით, თანაფარდობა ძვირფასებო, შედარებით. თუ რა აქვს იესოს, იმასთან რა გაქვს შენ? როგორია? რა გვაქვს ჩვენ? არაფერი. და ამ არაფერსაც არ ვაძლევთ. რაღაცას მოვიპოვებთ უფლის მადლით და დახმარებით და მერე უკვე ვიკეტებით. თითქოს ჩვენ გავაკეთეთ ეს ყველაფერი. ზოგჯერ ტრაბახობ, ნახე მე რა გავაკეთე. ნახე რა შევქმენი. სამწუხაროდ და ხელშეკრულების დარღვევა აუცილებლად თუ დაფიქსირდა საპასუხისმგებლობა ბოლოს ყველა აგებს პასუხს ამასთან. ამიტომ იმ შემთხვევაში თუ შენ რაც გაქვს გახდება იესოს ავტომატურად ყველაფერი რაც იესოს აქვს იქნება შენი. ვინ უფრო მოგებულია ამ შემთხვევაში? შენ თუ იესო? რა თქმა უნდა შენ. ამენ ძვირფასებო. ამენ? რა თქმა უნდა შენ. მხოლოდ და მხოლოდ შენ. როდესაც ჩვენ ჯვარზე მივდივართ ცვლილებისთვის. ნახეთ, იესო ამბობს, აიღე ჩემი ყველაფერი. და რაც გვაძლევს უფალი? სიმართლეს, სიწმინდეს, სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, სიმდიდრეს. ამენ? თავმდაბლობას, უბრალოებას და ბევრს. და ჩვენ რა უნდა მივცეთ? ცოდვა, წეულება, უმადურობა, ქედმაღლობა, ამპარტავნობა, თავნებობა და თავაშვებულობა და ასე შემდეგ. და ნახე, იმასაც არ აძლევ. ამიტომ ნანა უთხარი რომ დაიცადოს. ამიტომ ნახეთ ძვირფასებო, ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება ამას. არის უმნიშვნელოვანესი, რომ ეს ცვლილება, რომელიც გვთავაზობს უბრალოდ დაჯერებას და ნდობას ჯვარზე გავითავისოთ. ამენ? ხო მომყვებით ძვირფასებო. ეს არის ელემენტარული აღთქმის პრინციპი, ხელშეკრულების. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ამას არასერიოზულად მივეპყროთ. თუ გინდა სიმართლე, თუ გინდა სიწმინდე, შენი უწმინდურება უნდა მისცე, ჯვარზე მიაჭედო. ვერ მიიღებ გამართლებას იესოსგან, იმიტომ ერთადერთი ის არის მართალი და სხვა არავინ არ არისო მართალი, ამბობს უფალი. ვერავინ ვერ შევა ღმერთის სამეფოში, მარადისობაში, სასუფეველში, ვერავინ თავისი სიმართლით. იქ მხოლოდ მართლები მოხდებიან, მას რა შანსი გვაქვს? ერთადერთი იესოს სიმართლე.
და იესოს სიმართლე რომ მიიღო, შენი უმართლობა უნდა მიაჭედო ჯვარზე. აი რა ხელშეკრულებას გვთავაზობს უფალი, მეგობრებო, გებულობთ? ჰალელუია. ამიტომ ეწოდება ამას სიყვარულის შეთანხმება. ჰალელუია. პურით იესომ უთხრა, რომ შენთვის დაფლეთილი სხეულიაო. ამენ. მე გაძლევ მას და მინდა შენი გული, რომ შენ გახდე იესოს საკუთრება. რას ნიშნავს საკუთრება? რაც შენია, როგორც გინდა ისე ეპყრობი. თუ შენია რაიმე, ის არ კარნახობს. ამენ? რომ როგორ მოეპყრო. შენ ვერ გიკარნახებს შენი სკამი, შენი მაგიდა, შენი კარადა, შენი მაცივარი. სად იყოს? შენ წყვეტ. ამენ? იმიტომ შენია, რაც გინდა იმას გააკეთებ. ხარ იესოს საკუთრება. მაშინ როგორ ეუბნები უფალს, რომ მე დღეს არ წავალ კრებულზე, სხვა საქმეს გავაკეთებ? ესე იგი არა ხარ იესოს საკუთრება და ეს არის სახიფათო. ამენ? როდესაც შენ წყვეტ რაღაცას, მაშინ ნუ გაქვს პრეტენზია, რომ შენ იესოს საკუთრება ხარ. კი ბატონო, გადაწყვეტე. მაგრამ პასუხისგებელი ამ შემთხვევაში იესო აღარ არის. ის არ დაგიცავს, ვერ დაგიცავს. ის იმ შემთხვევაში გვფარველობს, როდესაც შენ მის ფრთებს ხარ. ამენ? იმ შემთხვევაში გადარჩები, როდესაც მისი გადარჩენის კოშკში შეაბიჯებ, გაიქცევი და დარჩები. საზღვრებს მიღმა გამორიცხულია ეს ყველაფერი ძვირფასნო. ამენ? ჰალელუია. ასევე ნახეთ, ღვინო ეს ნიშნავს იმას, რომ მე შენი გადარჩენისთვის გადავიხადე უმაღლესი ფასი. ამაზე დიდი ფასი არ არსებობდა. იესოს და უფალს წარმოუდგენლად უხვის იმდიდრე აქვს, მაგრამ ის არ აღმოჩნდა საკმარისი შენ და ჩემი გამოსყიდვისთვის. გესმით? სისხლი დაიღვარა. უბიწო, უდანაშაულო. ჩვენ უნდა ყოფილიყავით იმ ჯვარზე გაკრული. მაგრამ იესო ავიდა. რა სიყვარულია? გზნობთ? და როგორ ვაფასებთ? იესო თქვა, მე ვხდები შენი კუთვნილება ამ ხელშეკრულების შესაბამისად. და ჩვენ როგორ ვიქცევით დღეს? თუ იესომ გადაიხადა, ესე იგი მისი საკუთრება ხარ. ეს ნიშნავს იმას, რომ შენს თავს აღარ ეკუთვნი ხარ. ამენ? არ დაარღვიო ხელშეკრულება. უთხარი შენს გვერდით ვინც ის, არ დაარღვიო ხელშეკრულება. ხილად იყავი. ნახეთ, უფალი არ არღვევს ხელშეკრულებას, მეგობრებო. ჩვენ ვარღვევთ. და მე გვიკვირს, რომ რატო ხდება რაღაც. ეშმაკი გვატყუებს, რომ როგორ შეიძლება, ესე ვთქვათ, გამოუძლეთ ამ სიტუაციიდან. ის ეცდება და აბრმავებს ადამიანს სულიერად. და ეუბნება, რომ წყლიდან გამოხვალ მშრალი. გესმით? რაც გამორიცხულია, შეუძლებელია. ჰალელუია. ვერ მოახერხებს ადამიანი ამას. შეძლებ წყლიდან გამოხვიდე მშრალი. საერთოდ წყლიდან წესით სუფთა უნდა გამოხვიდე. ჰალელუია. ამიტომ მოდით ვიყოთ ძალიან მობილიზებული ძვირფასებო უფლის წინაშე, იმიტომ რომ მას უნდა რომ ჩვენ ვიყოთ მისი საკუთრება. და თუ ჩვენ ამის ნებას დავრთობთ, მაშინ ის გახდება შენი საკუთრება. ის იქნება შენი უფალი, ის იქნება წინამძღოლი, ის იქნება ხელმძღვანელი, ის იქნება ავტორი შენი ცხოვრების. ინდობა? ჰალელუია. პავლე მოციქული კონკრეტულად აღწერს ამ მსახურებას. მოდით ნახოთ პირველი კორინთელების რამოდენიმე მუხლე ძვირფასებო მე-11 თავიდან.
ვინაიდან მე უფლისგან მივიღე ის, რაც თქვენს გადმოგეცით, რომ უფალმა იესომ თავისი გაცემის დღეს აიღო პური, მადლი შესწირა, გადახედა თქვა, მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული. ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად. სერობის შემდეგ სასმისი აიღო და თქვა, ეს სასმისი ახალი აღთმა ჩემს სისხლში. ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად ყოველთვის, როცა დალებთ, რადგან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ, ვიდრე მოვიდოდეს. ესმენთ? ყოველთვის. და მინდა რომ რაღაც ნაწილობრივ შევეხოთ, ეხლა მთლიანად ვერ მოვიცავთ ამას, მაგრამ რო გავერკვეთ ძვირფასებო. პური არის სხეულის განსახიერება. იესო ჩვენთვის ჯვარს ეცვა ნება ყოფლობით, არა ძალდატანებით. ამენ? არავის არ დაუძალებია. ბიბლია ამბობს, რომ მას შეეძლო ეთქვა, თვითონ თქვა უფალმა, მე ვთხოვ ანგელოზებს და ისინი გამანთავისუფლებენ მამას. აი ერთი სიტყვა რომ თქვა, გამანთავისუფლეთ, ანგელოზები მოვლენო. მაგრამ ეცე იესო ჩვენთვის ეცვა ჯვარზე. სისხლის დაღურის გარეშე ებრაელები გვეუბნება, რომ არ არსებობს მიტევება. ამენ? სისხლის დაღურის გარეშე გამორიცხულია მიტევება. აი ამიტომ დაიღვარა სისხლის ძვირფასებო. აღთქმა არის პირობა, რომელსაც ანღებულობ, ან უარყოფ. იესომ თქვა, მე ახალ აღთქმას გაძლევთო. შენ ანღებულობ, ან უარყოფ. საბოლოოდ, როდესაც წარს დგები უფლის წინაშე, იმიტომ არავინ არ დარჩება ამ მიწაზე. თავის დროს ზოგი ისწრაფავს ამ სიცოცხლეს, არასწორი ცხოვრებით, მაგრამ ყველა ჩვენ ერთ დღეს წარს დგება უფლის წინაშე და პასუხს აგებს. მხოლოდ და მხოლოდ ამაზე. ამ შეთანხმებას რატო დათანხმდა, ან რატომ უარყო. იესოს მოსვლის შემდეგ აღარ იქნება საჭირო ზიარების მიღება. იცით იესო რომ უნდა მოbrunდეს. მერე ზიარება აღარ იქნება საჭირო. მაშინ უშუალო კონტაქტი გვექნება უფალთან. დღეს რწმენის მეშვეობით გვაქვს მასთან კონტაქტი. ამიტომ ვეზიარებით ძვირფასნო. ვაახლებთ და ვამყარებთ ჩვენ შეთანხმებას. სერობის უღირსად მიღება ნიშნავს, ნახეთ, ეკლესია რას ნიშნავს დღეს ძვირფასებო, ეს არის იესოს სხეული. ამენ? ეკლესია არ არის რაც შენობა, სახურავი, იატაკი, კარები, ფანჯრები, სკამები. იესოს სხეულია. ეს არის თავი, წინამძღოლი ამ ეკლესიის, არა წემსი და პასტორი, ამ მღვდელი. ამენ? და ჩვენ შემადგენელი ნაწილი ვართ მისი, უფლის ნეებით შეკრებილი. ამიტომ რას ნიშნავს? მოდით ნახოთ 27 მუხლი ძვირფასებო. ამიტომ ვინც ამ პურს შეჭამს ან უფლის სასმის შესვამს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე. რას ნიშნავს დამნაშავე იქნება? ვინც ეკლესიაში შეურაცხყოფას მიაყენებს მოყვას, ის ცოდვას ჩადის იესოს წინაშე. მერვე თავი ამბობს კორინთელების, პირველი კორინთელების, შეგიძლიათ მერე ნახოთ. ნახეთ, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა, ანუ ეკლესიის და სისხლის წინაშე, იმ ფასის, რომელიც უფალმა გადაიხადა. წარმოუდგენელია. როდესაც აწყენინებ ვინმეს, როგორც წერია ძვირფასებო, რომ ვიდრე მსხვერპლს მიიტან, მიატოვე, შეურიგდი ასევე, თუ ვინმე აწყენინე. მიდი მოაგვარე საქმე და მერე მიიღე ზიარება, იმიტომ რომ დამნაშავე ხარ ეკლესიის, ანუ იესოს წინაშე. პირადად, მისი სისხლის იმ ფასის წინაშე, იმ ღვაწლის წინაშე, რაც უფალმა გაიღო. ჰალელუია. ამიტომ ვიდრე მიიღებ, თავი გამოსცადე. ვიდრე ზიარება შეეხები, გამოსცადე თავი. როგორც ფრთხილი
ოფაქცევით და ძალიან ფრთხილი, უფრო მეტად ფრთხილი, რომ არ დაიტეხო მსჯავრი თავზე. ჰალელუია. ღმერთი არ მიიღებს შენ მსხვერპლს. თუ ვინმეს არ შეურიგდები, ვისთანაც გაქვს მოსაგვარებელი საქმე. შენი ზიარება იქნება აბსოლუტურად არ მოგცემს იმ კურთხევას და შედეგებს, რისთვისაც არის სვიფასნო. ამენ. ამიტომ სერობის მიღებამდე გაარკვიე ეს ურთიერთდამოკიდებულება. ნახეთ როგორ წერია. 30 მუხლი. ამის გამო ბევრია თქვენ შორის უძლური და ავადმყოფი და ბევრს ძინავს. ზოგი თარგმანი ამბობს ბევრი კვდებაო. უღირსად მიღება სახიფათოა. ძალიან ბევრი ამბობს, მე რა. ეხლა ეს რო თქვა, ყველა გაიგებს. მოდი დავმალავ. არ ვიტყვი. სხვას გადავაბრალებ, იმის ბრალია, იმის ბრალია, იმის ბრალია. და შედეგი აგერ არის. ნახეთ, ღმერთს არ უნდა, რომ ჩვენ დაგვსაჯოს. ღმერთს არ უნდა, რომ ავად გაგხადოს. ღმერთს არ უნდა, რომ მოგკლას. ამიტომ გვაფრთხილებს. იმიტომ ეს რომ უნდოდეს უფალს. მაშინ მოგვიზღავს, ვიმსახურებთ. გესმით? მაგრამ გვაფრთხილებს. აი სიყვარული. ამენ? ის გაფრთხილებს, რომ ძალიან ფრთხილად იყო. მიაქციო ამას ყურადღება. არ გაგვაფრთხილებდა უფალი, რომ არ ყვარებოდით. ამიტომ ჯობს აღიარო, ვიდრე უფალი დაგდებს მსჯავრს. ამენ. მოაგვაროს ჯობს. თუ გინდა რომ არ დაგედოს მსჯავრი. გინდა არ დაგედოს მსჯავრი. გინდა მსჯავრი არ დაგედოს. მაშინ მოაგვარე. ხარ მსჯავრი დაგედება. თან გაფრთხილებს უფალი, რომ აი რაში დაგედება მსჯავრი. იმიტომ რომ მას უნდა, რომ სარგებელი მოგიტანოს სერობა. სერობა არ არის იმისთვის, რომ შენ ზიანი მოგიტანოს. გესმით? ამიტომ მაქსიმალურად გამოიყანე მისი მადლი და იკურთხე. ჰალელუია. როცა ღმერთი გვსჯის სამართლიანად, იმიტომ ცოდვა ისჯება. შეიძლება ამ წუთის სოფელში რაღაც დაემალოს ვინმე, მაგრამ ცხოვრებაში ესე არის ვირფასებო, ნებისმიერი ცოდვა ისჯება. არ არსებობს, რომ არ დაისაჯოს ცოდვა. ამიტომ, როდესაც შენ აღიარებ, უკვე დასჯილად ითვლება, იმიტომ რომ იესო აიღო ეს სასჯელი. ჯვარზე და აღიარებ. იმიტომ კი არა რომ ისევ გააგრძელო, მე კიდე აღიარო. ღმერთი ძალას მოგცემს, იმიტომ გონი არ გინდა რომ გაიმეორო, ხო? და გაგამარჯვებინებს. ამენ. არ არსებობს სფერო, რომელშიც გამარჯვება არ მოგანიჭოს უფალმა თუ შენ გინდა. ამიტომ და დაიწყო მონანიებით. თორე დამარცხდები. და თიც ვინმეს ვერ მიუშვერ, შენი ბრალი იქნება. ამენ. უფალს ვინც უყვარს? წვრთნის. ჰალელუია, ელემენტარულია. აქ უცხო არაფერი არ არის. წუთის სოფლის მშობლები ცოტა დროისთვის თუ სჯიდნენ, ღმერთი მით უმეტეს მარადისობისთვის ეცდება, რომ ჩვენ გამოგვასწოროს. ჰალელუია. რომ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად არ დავისაჯოთ. მოდით ნახოთ შემდეგი ილუსტრაციას ვიფასებო. ნახეთ, იუდა. ღმერთმა დასაჯა იუდა? რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ მას ყავდა საუკეთესო პასტორი, მას ყავდა საუკეთესო ლიდერი, მას ყავდა საუკეთესო მასწავლებელი, საუკეთესო ბრძენი და საუკეთესო მეგობარი. მაგრამ მაინც იწვნია მარცხი და პრობლემა არ არის ლიდერზე, იმიტომ ძალიან ბევრი ამბობს, ალბათ ეკლესია, ჩემ პასტორია ესეთი და იმიტომ ვარ მე ესე პრობლემაში. პრობლემა არ არის ვიფასნო, არავისში. არ არის მნიშვნელობა რომელ ეკლესიაში და როგორ ეკლესიაში დადიხარ. თუ შენი მოქმედება არ იცვლება, თუ შენი საქციელი უცვლელია,
თუ შენი ხასიათი არ გარდაისახება, შენ იგივე ადამიანად დარჩები. გესმით? მე ვიცი, მინახია გამოცდილებიდანაც წლები ხალხი დადის ეკლესიაში და იგივეა, არ იცვლება. ბავშვი, რომელიც არ იზრდება, პრობლემაა. ექიმთან არ მიდიან. ქრისტიანი, რომელიც არ იცვლება წლებია და იგივეა. იგივე მენტალიტეტის და აზროვნების, იგივე შეხედულების, იგივე ხასიათის, ისევ ყოყოჩი, ისევ მე პირველ ადგილზე. ეს სულიერი დეგრადირებაა ძვირფასებო. იესოს გარდა ვერავინ ვერ გაკურნავს. სამწუხაროა. თუ ყოველთვის ვიღაც არის დამნაშავე. როდესაც ვინმე რამეს გეუბნება, ვიდრე დაასრულებს იმ წამსვე, უნდა თქვა უფალო მაპატიე. აი, რას ნიშნავს ზრდასრული ქრისტიანი? არა, ეს არა, ამიტომ გვეუბნება უფალო ძვირფასებო, რომ ძვლებს უნდა ხრავდეთ. და ჯერ კიდე რძე გჭირდებათო. არ გაზრდილ ხალხთო. ისევ პატარები ხართო. როდის უნდა გაიზარდოთო? ჰალელუია. თუ არ მივცემთ უფალს საშუალებას, რომ აქ გამოგვასწოროს და დაგვსაჯოს, მოგვიწევს მთელ მილიარდ ადამიანთან ერთად დასჯა. და იქ უკვე გვიანი იქნება. ჰალო, კავშირზე ხართ? არავინ და ვერავინ ვერ აცდება ამ სასჯელს. ამიტომ ჯობს აქ ეხლავე, დღესვე. და თან თუ უფალი გვაფრთხილებს, რომ ამის გამო ბევრი ავადდება და კვდება, თუ გამოვსწორდებით, მაშინ კარგად გავხდებით და ვიცოცხლებთ. ამენ? ჰალელუია. მოდი ზიარებას დაუბრუნდეთ. გვახსოვდეს, ნახეთ, ეკლესიის გვირგვინია გვერდით ბიბლიასთან. ეს ფასი პატარას გაიკრა კაწრავს ადამიანი, თიცან რაიმეს და მთელი სხეული ტრაურშია. შეიძლება მთელი ოჯახი. თუ ბავშვი პატარა მიდის, უნდა რომ ყველა მოეფეროს, შეუბეროს, აკოცოს, ვიღაცას თითი დაუქნიოს. საშინლად იტანჯა იესო. როგორ უყვარხარ? და შენ როგორ იქცევი? ხორცმა რაღაც გიბრძანა და მისი მონა მორჩილი დახტიხარ მისი ჭკუით. მაშინ როდესაც შეგიძლია უფლის კუთვნილება იყო და უთხრა უფალო, კი ამ ხორცს უნდა ასე, მაგრამ შენ რას მიბრძანებ? ხორცის ჭკუით გაივლება, მეგობრებო. იცით რა არის ხორცი? მანამდე უნდა მოუარო, მაგრამ ისევ მიწად იქცევა ერთ დღეს. დალპება, აკოთდება. არავინ არ გაგაჩერებს სახში, დროს დაელოდებიან და როგორც კი შესრულდება, იმ წამსვე გაგაქანებენ იმ მიწაში. და ამის ჭკუით გაივლება? ვისი ჭკუით დადიხარ? უგზნობ, ცივა, მცხავს, მშია, წყინს, დაკავებული ვარ, საქმეს ვაკეთებ, ფულს ვაკეთებ, რაღაცას ვაკეთებ. ვისი ჭკუით დადიხარ? და საიდან ხარ ქრისტეს კუთვნილება? საიდან გაქვს პრეტენზია უფალთან მოხვედრის? ადამიანს თავისი პირუტყვი არ განუკარგავს არაფერს და არ ეუბნება, რომ არ წამოვალ დღეს საბალახოდ, არ მოგცემ რძეს, არ მოგცემ კვერს, არ ხარ ღირსი. კარგი ნამუნამო რო არ მაჭამე, არ გაძლევ. ესე რომ გითხრას ძროხამ, ქათამმა, ღორმა, რას იზა? ვერ გეტყვის, იმიტომ რომ ის შენ გეკუთვნის. და საიდან ხარ ქრისტეს კუთვნილება? შენი ჭკუით რო დადიხარ. გებულობთ ვისი თქმა მინდა თქვენთვის? ვისი კუთვნილება ხარ? ჯვარს აცვა იესო ხორცი.
და თუ შენაც არ აცმევ შენს ხორცს, შენს ჯვარს, არ აიღებ ამ ჯვარს და არ მოიკიდებ. გამორიცხულია გადარჩენა და მარადისობა უფალთან. აბსოლუტურად. როგორ გაგვაგებინოს უფალმა ეს? რამდენჯერ გვითხრას, რამდენჯერ წაგვაკითხოს, რამდენჯერ გვიხმიროს, დაგვსაჯოს, გვამხილოს. თქვი, რა სიყვარულია? გზნობ ამ სიყვარულს? ჩემთან ხართ მეგობრებო? ჰალელუია. დედა, თქვენ გენაცვალეთ, რა კარგია მოხვედით. მიყვარხართ. კიდევ შევხვდეთ, მოდით. რა ადვილია, ადვილი ქადაგება ვიქადაგო და შეგაყვაროთ თავი. იესო არ უყვარდათ. მაგრამ მადლობა რომ გიყვართ ჩემი თავი მაინც. ხორცის ჭკუით არ გაიარო. მტერია შენი ხორცი. იცი რომ შენი ხორცია ყველაზე დიდი მტერი შენი? იცი? უპირველესი მტერი შენი არის შენი ხორცი. ხორცი და სული ერთმანეთს ეწინააღმდეგება. არ უნდა შენს ხორცს რომ მარადისობაში აღმოჩნდე უფალთან. რატო ამარჯვებინებ ხორცს? კი კვებო უნდა ხორცი. ჰიგიენური წესები ზომები დაიცვა, მაგრამ არ უნდა გააბატონო ის. დაიმორჩილო უნდა. როგორ აკადრეს ჩემს ხორცს, მის უდიდებულესობას, ულამაზესობას. როგორ აკადრეს? მეუჩინე საკადრისი ადგილი ამ ცელულოდს. ამენ. არ აქვს უფლება. უნდა უბრძანო, მე გიბრძანებ, ეხლავე ადექი და გაიქეცი ეკლესიაში. ეხლავე ადექი და გაიქეცი ლოცვაზე. ეხლა ადექი და გაიქეცი უჯრედულ სახლის ეკლესიაში. ეხლავე აკეთე რაღაც, ემსახურე უფალს. ხორცს რა უნდა? კომფორტი წამოგორდეს, დაიჭიროს ტელეფონი ხელში, შეძვრეს, სკროლოს. ხოიცით, თუთუნს ვინც ეწევა, თითები გაყვითლებული აქვს. დღეს ქრისტიანებს თითები და წაწვეტებული აქვს, იმდენ სკროლავს. რა ქენი დამალეთ თითები? ნახეთ, არ დაგვპირებია უფალი, რომ კომფორტში გვამყოფებდა ხორცის კაპრიზებზე. მიატოვე ყველაფერი. ყველა აიღე შენი ჯვარი, დამცირება, შეურაცხყოფა, წარმოდგენები რომ შენ ხარ ყოვლის შემძლე და უშენოდ. შენ თუ არ იქნები დაინგრევა და დაიშლება ეკლესია და საერთოდ სამეფო შეირყევა. ამიტომ გამიფრთხილდი, მე ვარ თავარი აქ. ესე გონია ხორცს, გესმით? ჯოჯოხეთის მრჩენი ვერ დაძლევს ღმერთის ეკლესიას. ამენ. უფალმა დააარსა ის. უკვე 2025 წელია და სანამ მოbrunდება უფალი ძრას ვერ უყობს ეშმაკი ეკლესიას. ამენ. ამიტომ კეთილი ინებე და დაექვემდებარე. და თუ ასე არ მოიქცევი, მოდით ის მუხლი ვნახოთ. დამნაშავე იქნები სხეულისა და სისხლის წინაშე. სხეულისა და სისხლის წინაშე. შემდეგი, სხვა წინა მუხლი. წაიკითხე მანდ. უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე დანაშაული. სხეული ეკლესია. პირადად იესოს წინაშე ხარ დამნაშავე. გინდა? არავის არ უნდა. არ მინდა მეც. მოდი ნუ ვიქნები ძვირფასნაო. ამენ. ნუ ვიქნებით სისხლის წინაშე დამნაშავე.
ნუ ცხოვრობ შენებური ქრისტიანობით. ქრისტეს მიერი ქრისტიანობით იცხოვრე. ამენ. როგორც უფალმა გითხრა, ქება მას და დიდება. სერობას აქვს ძვირფასებო წარსულის, ახლანდელის და მომავლის მნიშვნელობა. პირველი, წარსული. არ დაგავიწყდეთო, ამენ, თუ რა გააკეთა იესომ ჩვენთვის ჯვარზე. აი რა წარსული უნდა გვახდეს. ის კი არა რომ იქ რა ნახე იმან რა მითხრა და რა მაკადრა. ერთადერთი წარსული, რომელიც მუდამ უნდა გახსოვდეს არის ის, რომ რა გაგიკეთა იესომ ჯვარზე. ახლანდელი. ერთად იყავითო. როგორ ვიყო ერთად რომ ეს არ მომწონს. ეს დაიყო არ მომწონს, ის დავიყო არ მომწონს. ის ცოტა ქედმაღლურად მეპყრობა, იმან ეს გამიკეთა, ამან ეს არ გამიკეთა. ესო არ გეკითხება ამას. ესო გეუბნება ერთად იყავით. იმიტომ რომ იესო არის იქ, სადაც ერთობა. იესო არ იქნება იქ, სადაც არ არის ერთობა. ამენ. და მომავალი ძვირფასებო. ელოდები უფალს რომ მობრუნდეს. მამაო ჩვენოს ლოცულობ. რა არის იქ? ძირითადი ქვაკუთხედი ამ ლოცვის. მოვიდეს შენი მეფობა. ამენ. შენ მოდი უფალო. ჰალელუია. იქ უნდა ვიცოდეთ ეს პრინციპი ძვირფასებო. ამენ. ნუ იქნები სუსტი რგოლი. მოდით ნახოთ შემდეგი ძალიან საინტერესოა. ჯაჭვში რომელიც სუსტია ის რგოლი წყდება, გესმით? შენ ნუ იქნები ეს რგოლი რომელიც გაწყდება. ამჩნევ რამეს. მიდი ერთობაში, მიდი შენს ლიდერთან და ისევ გაგამრთელებს. ნუ იქნები. და მოდით ნახოთ ბოლო ადგილი და დავამთავროთ ამით. პირველი თესალონიკელთა 9 და 10. პირველი თესალონიკელთა პირველი თავის 9 მუხლები. ვინაიდან თვითონვე ხვევიან ჩვენზე, როგორი შემოსვლა გქონდა თქვენთან და როგორ შემოbrუნდით კერპებისკენ, ღვთისკენ და ემსახუროთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს და მოველოდეთ ზეციდან მის ძეს, რომელიც მკვდრეთით აღადგინა იესოს, რომელიც მომავალი რისხვისგან გვიხსნის ჩვენ. პავლე მოციქული ამბობს ძვირფასებო, რომ აი როგორ მაგრად მიგვიღეთო, როდესაც მოვედით თქვენთან. ნახეთ, შემოbrუნდითო. უფალში რომ იყო რაღაცა ზურგი უნდა აქციო. გესმით? თუ ზურგს არ აქცევ რაღაცას, ვერ იქნები უფალში. თუ რაღაცას უარს ვერ ეტყვი, თანხმობას ვერ მისცემ უფალს. და ასეთ შემთხვევაში შეგიძლია. იმიტომ ვერ შეძლებ კერპებსაც ემსახურო და იესოსაც. ვერ შეძლებ ორ ბატონს ემსახურო. ზურგი უნდა აქციო ყველაფერს რომ იესოს მსახური გახდე. ამენ. ემსახურეთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს. ღმერთუნებს კი არა. ზოგისთვის რა არის ღმერთი და ზოგისთვის რა? ზოგისთვის სამუშაოა, ზოგისთვის ოჯახია, ზოგისთვის შვილია, ზოგისთვის მანიმანია, ფული, ზოგისთვის კომფორტი, სახლკარი, ეზოკარი, არ ვიცი რა. შენთვის ვინ არის ღმერთი? ვისთანაც დროს ხარჯავ და ვისაც ემსახურები, ის არის შენი ღმერთი. ხმა შეამოწმე, ხო ჩაგეხლიჩა. და მოელოდეთ ზეციდან მის ძეს, რომელიც მკვდრეთით აღადგინა იესოს, რომელიც მომავალი რისხვისგან გვიხსნის ჩვენ. ძვირფასებო, აქ ორი უმნიშვნელოვანესი ჩემთვის ყველაზე საყვარელი სიტყვები აღვნიშნე. მინდა დაიმახსოვრო, რომ ქრისტიანობა ნიშნავს ემსახურო და ელოდო იესოს. ამენ. ქრისტიანობა ნიშნავს ემსახურო. ნახეთ დერეკ პრინსის მოსაზრება ძალიან მომწონს. არის ორი ნიშანი ქრისტიანული ცხოვრების, ემსახურო ღმერთს და ელოდო მის ძეს. ღმერთის ერი, ეს არის ერი, მომლოდინე. ამენ. ჩვენ უნდა ვიყოთ
მოლოდინში მისი მეორე მოსვლის. ჰალელუია. ჩვენ განსხვავდებით იმ ხალხისგან ამ ქვეყნიერებაზე, იმიტომ რომ ჩვენ ველოდებით და ვიცით, რატომ ველოდებით და ვის. ჩვენი ცხოვრება არ არის უბრალო მსახურება, ჩვენი ცხოვრება არის მოლოდინის მსახურება. ჰალელუია. რას ნიშნავს ქრისტიანობა ძვირფასებო? შენ ემსახურები, ვის ემსახურები? ქრისტეს, ვინ არის დღეს, სად არის? რას წარმოადგენს ქრისტე? ეკლესია. შენს დაძმას. ემსახურები, აი ვინ არის ქრისტე? ქრისტიანობა ნიშნავს მუდმივად ემსახურები. ამენ. პირველ რიგში ვინ ჩემიანი არ წვერით, მე სხვასაც უნდა მოემსახურო. მე არ მცალია. მე ამას ვერ გავაკეთებ. ეს იმან გააკეთოს პეტრემ, პავლემ, ივანემ. ეს არ არის ქრისტიანობა. გესმენ? ეს რელიგია. ჰალელუია. თუ ხარ ქრისტიანი, არ გაქვს უფლება თქვა რომ მე ვერ გავაკეთებ. მე არ მცალია, რომ მოვიცლი მერე. იესო ამას არ გვეუბნება ჩვენ. იცით რატო? იმიტომ რომ იესო ქრისტიანია. დიდება მას. საშინელება იესომ, როდესაც მიმართავ გითხრას, რომ მე არ მცალია. იცი ვისთვის ცალია იესოს? ვინც მას მუდამ ემსახურება. თუ შენ მუდამ სხვას ემსახურები, იესო შენ მოგემსახურება. ამენ. და ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ? მოლოდინით რომ იესო მომბრუნდება, დრო არ უნდა გაუფლანგოთ. უნდა ვემსახუროთ ერთმანეთს. იესოს სახელით და ყველა თქვა ამენ. ჩვენს უფალს ვიფასებო. ჰალელუია. ხება და დიდება მას. მოდი წამო.